კარგია როცა გარეთ ხარ ნამდვილად, იმიტომ რომ 4 კედელში ყოფნას ყველა ვარიანტი ჯობია გარეთ ყოფნა, რადგან უფრო ქმედით ხარ და მე მირჩევნია მოძრაობაში ვიყო, ამიტომ მიხარია. და მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა. აი ფონი ისეთი გქონდათ რომ წესით მოლოდინი ნაკლებად გქონდა ჩვენ ისეთ თქვენს ხო? კი, ანუ მე მზად ვიყავი რომ მინიმუმ ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს 7 თვის განმავლობაში სასამართლო სხდომებზე ვნახავდი, სხდომების დროს ვნახავდი მხოლოდ 9 ხო. 9 ხო, ეს ისეთი მოლოდინია მძიმე. ხო, როცა არის მარტივი შესაძლებელი. იქ როდესაც გურიაში მაშინ არ ვიცოდი ლანჩხუთში რომ ვიყავი, უბრალოდ ტერიტორიულად მივხვდი რომ გურიაში ვიყავი, რადგან ხშირად ჩავდივარ ხოლმე სახლში ბათუმში. როცა უკვე შკოდების რაოდენობა მრავლად დავინახე, მანდიდან უკვე ვემზადებოდი რომ შეიძლება დიდხანს გავჩერდე ციხეში. ანუ მეგი თქვენი ისტორია კი იცის აუდიტორიამ და ჩვენ ბევრი დრო ხა არ გვაქვს, მაგრამ მაინც მინდა მოკლედ მოამბოთ რა გარემოებებში აგიყვანეს და აი როგორ დიდ და მრავალმნიშვნელოვან საკითხად აქციეს ის, რაცაც ერთი 23 წლის სტუდენტი გოგონას დაკავება ჰქვია, რომელიც შეიძლებოდა თბილისშიც მომხდარიყო, თუნდაც ლანჩხუთშიც მომხდარიყო, მაგრამ არა ასეთი რაღაცნაირი გარემოს შექმნის ფონზე. ხო, ბათუმში მივდიოდი ჩემს მშობლებთან, იმიტომ რომ ჩემი ძმა სკოლაში მიდიოდა და მინდა და მასთან ერთად ყოფილიყავი და ეს ყველაფერი ისე მინდა და მომესწრო, რომ ჩამოვსულიყავი იმ აქციისთვის პარტიებს, რაც ჰქონდათ დაანონსებული. და წავედი ჩვეულებრივ მიკროავტობუსით, რომელიც მგზავრებით არის სავსე და შუა გზაში ტერიტორიულად მაშინ არ ვიცოდი სად ვიყავით, გაფუჭდა ერთ-ერთი მანქანა, მე რომლითაც წავედი და მითხრეს რომ გაფუჭდა. ხო, და დაიწყო კეთება, მითხრეს რომ გაფუჭდა. და შემდეგ ანუ უცნაური რაც იყო იმ მომენტში, რამაც მართლა და მაეჭვა, უცებ წინ გაჩნდა მეორე მიკროავტობუსი და ზოგადად როდესაც ოკრიბადან მიდიხარ მიკროავტობუსებით, ეს ავტობუსები ერთმანეთს ვერ ემთხვევა საათებში, რადგან თავიანთი მგზავრები გახყავთ, თავიანთ საათებში გათვლილი რომ სავსე ჰყავდეთ ეს ავტობუსები. და როდესაც გაფუჭდა მძღოლმა დაიძახა რომ ჩემთან გადმოსვითო რამოდენიმე მგზავრიო და უცებ მითხრა რომ აი შენ შეგიძლია წამოხვიდეო და რამოდენიმე ბიჭსაც მიუთითა და მანამდე ერთ-ერთმა ბიჭმა მკითხა ტელეფონზე თუ დაიტენა ტელეფონი მქონდა შეერთებული თუ დაიტენა შენი ტელეფონი ჩემსა შევაერთებოდა ეგ ბიჭი თან გადმოვიდა მეორე მიკროავტობუსში და ვიეჭვა რომ მეთქი ხომ არ მომყვება თქო ანუ იმიტომ რომ თბილისშიც ხშირად დამყვებოდნენ ხოლმე და მანდიდან გამომნარე ვიეჭვა და შემდეგ მძღოლმა მაშინ მითხრა რომ წინ დამჯდარიყავი. წავედით და უცნაური რაც იყო ასევე ჩემთვის, რაც მე უფრო რაციონალურად გავიაზრე, ყოველ 100 მეტრში აჩერებდა და ჩემს ნაცვლად ამაზე პრეტენზია მგზავრებს ჰქონდათ, რომ რატო აჩერებან, მალე უნდათ ჩასვლა და ბოლო გაჩერება ის იყო, როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა. და საპატრულო პოლიციამ გააჩერა იმის გამო, რომ ქვეითი არ გადაუშვა ზებრაზე. და როცა ამას უხსნი და მე უბრალოდ ვუსმენდი თან ტელეფონში, ვკითხულობდი რაღაცებს. უცებ ჩემსკენ ანუ სხვა რაღაცაზე საუბრობდა, ხან ჯარიმაზე. ესე იგი, რაღაცა დიდი სპექტაკლი დაიდგა, თითქოს თქვენთან მოახლოება იყო პრობლემა, თითქოს თქვენ შეიძლებოდა რაღაცა ამ პროცესში. არა, იმასთან საუბრის პროცესში მე მაკვირდებოდა, იმიტომ რომ მე მძღოლის გვერდით ვიჯექი. მძღოლმა თავიდანვე რადგან მითხრა წინ დაჯექიო მძღოლის გვერდით ვიჯექი და როდესაც თემას გადაუხვევდა ხოლმე რაღაც გაიღიმა ერთ მომენტში და გავხედე და როდესაც გაიღიმა ეს ხელით უჩვენებდა თან მე მიყურებდა ალბათ მე რაშიც დავწუნდი ალბათ აინტერესებდა ტელეფონი როგორ მქონდა იმიტომ რომ როგორც კი მე დამიძახა დაძახებამდე მაშინ ტელეფონი გამომართვა დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა თქვენს დასაკავებლად